დღეს 3 იანვარია 2017 წლის პირველი სამუშაო დღე. Სახალხო ზეიმის შემდეგ ჰეშტეგელი მარი ბოლქვაძე საჯარო უწყებებში მივიდა იმის შესამოწმებლად, რამდენად დროულად გამოცხადდნენ საჯარო მოხელეების სამსახურებში. ერთგვარად სახალისო ექსპერიმენტი გამოვიდა, დილის 9 საათზე კამერისა და მიკროფონის გამოჩენამ თანამშრომლები ცოტათი დააბნია. ნინო, საინტერესოა როგორი იყო ახალი წელი, მაგრამ მანამდე ვნახოთ ეს ვიდეო მარი ბოლქვაძე, ჩვენი ჰეშტეგელი, ჩვენი ჟურნალისტი გვაჩვენებს და მოგვიყვება როგორ მივიდნენ სამსახურში ადამიანები დღეს 3 იანვარს. დასრულდა სადღესასწაულო დღეები, დრო მოვიდეთ სამსახურში. ჩვენ ახლა ვდგავართ აჭარის მთავრობასთან, ერთ-ერთ შენობასთან, სადაც 3 სამინისტრო არის განთავსებული. ამ სამინისტროების შიდა განაწესით საჯარო მოხელეების სამსახურში უნდა გამოცხადდნენ 9 საათზე. მათ დაგვიანების უფლება აქვთ მხოლოდ 15 წუთი. ეხლა არის 9 საკლია 15 წუთი. მოდით დავაკვირდეთ, ჩვენ დროულად მოდიან თუ არა ისინი სამსახურში და რამდენად გრძნობენ პასუხისმგებლობას, როგორია მათი мотивაციას ახალი წლიდან უკვე სამსახურში მოსვლის და ასე შემდეგ. მოდით დავაკვირდეთ რა ხდება აქ. ორი წუთი აკლია 9-ს და აქტიურად მოდიხართ სამსახურში. ახალი წლის მერე როგორია სამსახურში? გილოცავთ ახალ წელს და ეს არის მრავალს. არა, ნამდვილად არა. ახალი წლის მერე როგორია სამსახურში მოსვლა? ხო არ გაგიჭირდათ? გაგიწება? არა, რა თქმა უნდა, არ არის ასიამოვნო ფაქტი, მაგრამ ხედავთ რომ რაღაცები მოიტანეთ, კვილეული გრძელდება სამსახურში. ვნახავთ სიმბოლურად. აი ნახალ წელს როგორია სამსახურში მოსვლა? გილოცავთ ჩვენს. ძალიან ამაღლებული. დაახლოებით რამდენი ადამიანი მუშაობს შენ სამინისტროში? ჩემს სამინისტროში მუშაობს 40 ადამიანი. 40 დაახლოებით ამდენივე იქნება დანარჩენებშიც, ხო? არა, ეკონომიკაში გაცილებით უფრო ბევრია და ჯანდაცვაში ვიდრე სოფლის მეურნეობაში. მოკლედ 100 მეტი ადამიანი უნდა მოვიდეს 15 წუთის განმავლობაში აქ და ვნახოთ რა იქნება. 9 საათი და 11 წუთია. თქვენმა მინისტრმა თქვა რომ 15 წუთის დაგვიანების უფლება გაქვთ მხოლოდ. აი ზუსტად 15 წუთის არ არის ჯერ. აგვიანებთ ხშირად სამსახურს? არა. დააგვიანე 1 წუთი. ერთი არა უშავს. ერთს არა უშავს, არ გაგჭიან 1 წუთის დაგვიანებისი. მე მგონი ახალი წელი გრძელდება სამსახურში. კი, ტკბილეულით. არა, ალკოჰოლი არა. არა, ალკოჰოლი არა. ამოწმებთ ხოლმე ალკოჰოლი შეაქვთ თუ არა სამსახურში? ჩვენ შემოწმებას უმკების არ გვევალება. 15 წუთის დაგვიანების უფლება გაქვთ მხოლოდ? 10-ის ნახევარზე უნდა ვიყოთ სამსახურში. ჩვენ გვაინტერესებს ახლა 3 იანვარი გადაბმული кейფის მერე ვის იმედად არის ქვეყანა? კარგი საჯარო მოხელეების იმედად. რატო დაიგვიანე? გაგიჭირდა ახალ წელს მოსვლა? დიახ. ბატონი მინისტრი მოვიდა? კარგი, გესტუმრებით. 16 მინისტრის ფოტო არის აქ, მე-17 არის თავისუფალი. მე-17 ახალი მინისტრი ყავს ჯანდაცვის უწყებას, ბატონი ზაალ მიქელაძე. ნახოთ არის თუ არა ბატონი ზაალი სამსახურში და როგორი არის მისი განწყობა უკვე მუშაობის. აი ჩვენ ვამოწმებთ ჩართული კამერით, მოვედით 9-ის ნახევარზე დროულად მოდიან თუ არა თქვენი თანამშრომლები სამსახურში. ჩვენ ვიცით რომ ყველა მინისტრი უკანა კარით შემოდის, ამიტომ კაბინეტებში შევამოწმეთ. ხო არ არის ვინმე მინერალური წყლით მოსული? ჯერჯერობით არა და ისე შეიძლება შევთავაზო არც ეგ მიჩვენს. მოდი შევიხედოთ, აბა სამსახურის უფროსები, რომელი გვინდა? ეს არის დღეს. არ არის. აქ შევიხედოთ მაშინ. დაკეტილია. არ არის გელა და გელა იქნება სხვაგანი. იურიდიული დეპარტამენტი. მინისტრს ვეძებთ სამსახურში. ესე იგი ზურა ვეძებთ მინისტრს. მინისტრი თათბირზეა. თათბირზე შემოგეჭერით? გვაპატიეთ. მინისტრს ვეძებთ ჩვენ. მინისტრი არ არის. შეიძლება ზურას ინფორმაცია არ იყოს სწორი. ნუ ფაქტია რომ 2 სართულზე მინისტრი არ არის. არიყავით სამსახურში, გეძებეთ კაბინეტებში. კაბინეტებში უნდა მოგეძებნეთ მართალი ხართ, იმიტომ რომ კაბინეტებში ვიყავ და ჩამოუვარე. სრულფასოვნად შრომის უნარიანი როდის არიან თქვენი თანამშრომელი, რომელი რიცხვიდან? მესმის ახალი წელი არის, სადღესასწაულო
დღეები არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახლა პირველი ორი იძლევა იმის საშუალებასთან დასვენების დღეები არის, რომ 3-დან ჩვეულებრივად სრულფასოვნად უნდა დავიწყოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შევიხედოთ ბატონ ლაშასთან, როგორც გითხრა პრესამსახურება უკვე არის. გამარჯობა. კამერით მოვედით პირდაპირ. ჩართულით. რომელ საათზე იწყებთ სამსახურს? პირადად მე 9:30-ზე ყოველდღე. მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტივი აბსოლუტურად შრომის უნარიანია დღეიდან. მოკლედ, საჯარო მოხელები და მინისტრები დავატერორეთ. მინისტრები შოკოლადები მოვაგროვეთ. ამასობაში უკვე 10 საათს გადაშორდა და ჩვენც უნდა წავიდეთ სამსახურში, იმიტომ რომ დავაგვიანეთ ჩვენც.